ეს მოტოსფეროა, მოგესალმებით. ჩემ წარსულ ვიდეოებში ალბათ ვინც გვიყურებს, ემახსოვრება ყველას, რამდენი ხანი ვიძახდი, რომ მეთქი ტრეკზე ვნახავთ მეთქი და გადავწყვიტე უკვე საბოლოოდ ვარჯიშის დაწყება. Რა თქმა უნდა, რომ როცა მოიფიქრებ იმას, რომ ვარჯიში უნდა დაიწყო და მერე უკვე საომავლოდ რბოლა, პირველ რიგში უნდა შეიძინო ეკიპირება სპეციალურად ტრეკისთვის, რომ არ მოკვდე. ვინც გვიყურებს, ეცოდინება, რომ თითქმის ყველა მოტოეკიპირების მაღაზია დავიარეთ და ვნახეთ ვის რა პროდუქცია აქვს. ჩემი გემოვნებით, ეხლაც როცა გადავწყვიტე ეს ყველაფერი, თავიდან შემოვიარე კიდე რამდენიმე მაღაზია და საბოლოოდ აი აქ მოვედი პიტსტოპში ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე რა და თან ხარისხიც რა თქმა უნდა შეესაბამება იმას, რა ხარისხიც მე მსურს და მაწყობს. ასე რომ თუ კიდე ვინმეს გაქვთ მოტოეკიპირების მაღაზია, ეკიპირებები, გასაყიდი და მსგავსი მოტო აქსესუარები, აუცილებლად შეგვეხმიანეთ და მოვალთ თქვენთანაც, ვნახავთ რა პროდუქცია გაქვთ, შევაფასებთ და შეიძლება შემდეგზე თქვენთანაც მოვიდეთ. არა მარტო ჩვენ, არამედ კიდე ძალიან ბევრი ადამიანი. ახლა შევიდეთ შიგნით. ერთ კომბინეზონს დავადგი თვალი და მოვიზომოთ, მოვირგოთ რა როგორ იქნება, იმედია ყველაფერი ჯიგრულად ჩაივლის და შევიძინოთ საბოლოოდ და მერე ტრეკზე შეგხვდებით რა. წავიდეთ ახლა იმ კომბინეზონთან მივიდეთ, რომელსაც თვალი დავადგი და მე ზოგადად თვალს რასაც დავადგავ ხოლმე, ის ყველაფერი ხდება ჩემი. ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან, ალბათ. ნახე რა კაი ლოგო. ხო და აი ეს ჯიგარი უნდა გახდეს ჩემი. და ეს იქნება ჩემი ის რა ქვია, აი ვენომი რა. ვენომი რო ტომ ჰარდის რო გადაიხო, ხო იცი? ხო და ეხლა მას მოვიზომავ რა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ექნება იდეალურად. ეს თუ იდეალურად და კარგად მექნება, ყველაფერი იქნება ტრეკზეც იდეალურად და კარგად. წავალ მოვიზომოთ, ოღონდ ეს ჩემზე მძიმეა. რო დამეხმარო რა წაღებაში თუ შეიძლება. კამერას გასახდელში შემომაყოლებ. უცაკრავად. უკაცრავად. 3, 2, 1. აი გელა ხო იცით რას მოდის ამის მერე აი ძალიან მაგარია რა. თავს ისე უგრძნობ ეხა რომ ვალენტინო როსი გამოიყვანეთ რუსთავის საერთაშორისო ავტომოტო ტრეკზე. უნდა ვაჯობა. ბიჭო ძალიან მაგარია. ხო მოგწონს თავი დამიქნია. ხო და იდეალურია ვაფშე აი ჯერ ხარისხი ყველაფერი ხო ეტყობა რა. დამცავები აი აქიდან აქამდე და რაც მთავარი არის ყველაფერი. აი საერთოდ ყველა დეტალი კურტკა, ხრებში, იდაყვებში, აი აქ ფეხებზე რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო ხოლმე როცა ვიზომავდი ეკიპირებებს სხვადასხვა მაღაზიებში. ყველაზე დიდი პრობლემა იყო ხოლმე ის რომ კომბინეზონის კურტკა კარგად მქონდა და იგივე ზომის შარვალი იყო ან ფართო ან პირიქით ძალიან ვიწრო ადგილებში და ამიტომ მიჭირდა ხოლმე რა არჩევა და აი ეს კომბინეზონი არის ყველაფრით იდეალური რა. და ჟეაქ ჯიბებში ხელის შესაწყობიც აქვს ემიჯკა რამე თუ დაგჭირდება იქ შესვენებისას. შვენიერია რა. დავტრიალდები ახლა და განახებთ ყველა მხრიდან. ეხა ავხსნი ძალიან მარტივად რა დაცვები გვაქვს. აქეთ არის მთლიანად ელასტიური ნაჭერი არის, იმისთვის რომ უფრო კომფორტულად იყო და მაქსიმალურად შენ ტანზე იყოს მორგებული და შენ სხეულზე ეს ყველაფერი. იდაყვის დამცავები აი აქიდან მოუყვება და მთლიანად აი აქამდე ადის, მთლიანი დაცვა. ეს სამხრეები რა ძალიან ლამაზი სამხრეები აქვს დაინესეს და ალპაინსტარს და მაგიტომ ევასე რა. საზურგე სტანდარტულად მუხლების დაცვა და იმედი მაქვს რომ ამეებზე მალე მოვალ გავცვით ემეთქი და აქაც რა თქმა უნდა ელასტიური მატერია ისევ იგივე მიზეზის გამო რა რომ უფრო მოქნილი იყოს და უფრო კომფორტულად გრძნობდე მოტოციკლებზე თავს და მანევრირებაში არ შეგიშალოს ხელი რა. უამრავ მოტოეკიპირების მაღაზიაში ვიყავი, სადაც მოვირგე ეკიპირება, მინდოდა რომ შემეძინა, ზოგი დაბალ ბიუჯეტური, ზოგი უფრო მაღალ ბიუჯეტური, ზოგი ერთი ბრენდის, ზოგი მეორე ბრენდის, მაგრამ აი თავად ვიძახი რომ ეს
კომბინიზონი ჩემთვის არის იდეალური. სხვადასხვა ეკიპირებები ზოგი იყო უფრო მძიმე, ზოგი უბრალოდ რაც აღნიშნე რომ ზევით კარგად იყო, ქვევით ცუდად იყო, ზოგი უბრალოდ შეკერვის აი ეს რაღაც კანტები და ისინი არ მომწონდა და ხელს მიშლიდა და დისკომფორტს მიქმნიდა, მაგრამ აი ეს ყველაფერი მართლა იდეალურად ზის რა, ასე რომ თუ ვინმე გადაწყვეტთ ეკიპირების შეძენას, ჩემი რჩევაც იქნება რომ მაქსიმალურად მოირგოთ, მოიზომოთ რაღაც მოძრაობაში იმაში ნახოთ და თქვენს თუ რაღაც რჩევა გექნებათ ისეთი რაც მე არ ვიცი, არ მithქვამს, შეგიძლიათ რომ დავიკომენტაროთ თქვენ როგორ არჩევთ თქვენთვის ეკიპირებას რა. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც ეგ წონა მაგალითად დისკომფორტს არ ქმნიდეს, ჩემთვის მაგალითად ქმნის. მაგრამ აი თამამად ვიძახი რა, არც ის მინდა რომ ვინმეს ანტიპიარი გამომივიდეს და ანტირეკლამა და არც ის მინდა რომ ვიღაც რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ ფაქტი აღსანიშნია უბრალოდ და ზუსტად აი ამის გამო არ ვასახელებ არც ერთ მოტოეკიპირების მაღაზიას რა. ასე რომ კიდევ განმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ თუ ვინმეს გაქვთ მოტოეკიპირების მაღაზია ან ინდივიდუალურად ჩამოგაქვთ, შეგვეხმიანეთ აუცილებლად, მოვალთ, გადავიღებთ, ნახავთ და რა ვიცი მე მეორე კომბინიზონი კიდევ მჭირდება, ასე რომ არ მოგერიდოთ, დაწერეთ კომენტარებში და მოვართ და გესტუმრებით რა. მე კიდე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ კომბინიზონს დავამახსოვრებ მაყურებელსაც და ნუ მეც ძალიან დადებითად დამამახსოვრდება რა. დანარჩენი მე ვიცი და ჩემ ნაბადმა. ნახოთ დანარჩენი უკვე ტრეკზე. რა თქმა უნდა რომ ვარჯიშის ვიდეოებსაც და იქ უკვე უშუალოდ პირველი შეჯიბრის ვიდეოსაც რა თქმა უნდა გადავიღებთ და ამ ყველაფერსაც გაგიზიარებთ აუცილებლად. როგორც ხედავთ, ძალიან სერიოზულად დავიწყე რბოლაზე ფიქრი, უკვე ვემზადები და რავი, ყველანაირი გამოწვევისთვის მზად ვარ რა. თუ ვინმე ხართ ისეთი გამოცილი ადამიანი, ვინც ტრეკზე ხშირად ვარჯიშობთ, რბოლებში იღებთ მონაწილეობას და გააქვთ სურვილი რომ რაღაცნაირად ჩვენც დაგვეხმაროთ და ხელი წაგვიკრათ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით ამოვალ ტრეკზე თქვენთან ერთად ვივარჯიშებ და თქვენ იმ გამოცდილებას გავიზიარებ და რაღაცნაირად ვეცდები რომ იმაზე უკეთესი ვიყო ყოველ ვარჯიშში, ვიდრე ვიყავი წინა ვარჯიშზე რა. ასე რომ თუ ვინმეს სურვილი გექნებათ რომ აი ამ გზაზე რაღაცნაირად დაგვეხმაროთ და რაღაცნაირად ხელი შეგვიწყოთ, ჩვენ ყველაფერზე მოვდივართ რა. მოტოსფეროსთვის ეს საჩუქარი იქნება ძალიან ძვირფასი და ფასდაუდებელი. ჩვენი ვიდეო დასრულს უახლოვდება. დაგვიწერეთ კომენტარებში როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ეკიპირება. მე პირადად ძალიან მომწონს და მართლა ძალიან დიდ თავდაჯერებას მაძლევს ეს ეკიპირება, რაღაცნაირი ისეთი ძალა აქვს რა, შინაგანი, რომ რაღაც ყველაფერი შემიძლია. ეხა ისე მგონია მოტოციკლებზე რო დავჯდე, რავი, 909 ზღვას გადავივლი და რავი, აი სასწაულია მართლა რა და სასწაული ემოციები მოაქვს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პიტსტოპს და რავი, რეკლამაში არ ჩამithვალოთ და რეკლამას არანაირად არ ვაკეთებ, მაგრამ ვინც ჩემი აღნაგობის ხართ, პლუს მინუს რამდენიმე კილო შეგიძლიათ მობრძანდეთ და აი ეს ეკიპირებები შეიძინოთ, გარანტიას გაძლევთ რომ იდეალურად მოგერგებათ და იდეალურად იგრძნობთ ამაში თავს. ძალიან დიდი მადლობა, შევხვდებით ტრეკზე.